გამარჯობა, მოგესალმებით. ყველას ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვექნება. დღეს ჩვენი მომდევნო ეპიზოდი მთლიანად დაეთმობა გუნდს, რომელმაც ბევრი გააკვირვა. გააკვირვა იმით, რომ ქვედა ლიგაში მოთამაშემ შეძლო და მოიპოვა დინამოსთან. ძალიან დრამატულ ორთაბრძოლაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, აი ეს თასი და სწორედ აი ამ თასის მოპოვების საფუძველზე სპაერი ძალიან მალე ჩაერთვება ევროტურნირებში და ითამაშებს ევროტურნირებს. ვიდრე ჩვენ სტუმართან ერთად დავიწყებდეთ საუბარს, აუცილებლად მინდა რასაკვირველია შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერსპორტი, სპონსორია კომპანია ლაგი და სპონსორია კომპანია ვიტამინი. მადლობა მათ, რომ არიან ჩვენთან ერთად და ჩვენ კი მათი გვერდში დგომით გვეძლევა იმის საშუალება, რომ თქვენთვის ვაკეთოთ საინტერესო ვიდეოები და ექსკლუზიური ინტერვიუები. რაც შეეხება თავად ეპიზოდს და მთავარ თემას, სპაერი და მისი მთავარი მსვლელი ანზორ კიღურაძე. ანზორ, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ გილოცავ. აი ამ უაღრესად დიდ ტიტულს, რაც პრაქტიკულად უნდა ითქვას, რომ ქართულ საფეხბურთო სამყაროში ცოტა არ იყოს მოულოდნელი და სენსაციური იყო, იმიტომ რომ დაამარცხეთ დინამო და მოდი შენთან საუბარს დავიწყებ იმის გახსენებით, რა ემოცია იყო ეს, როდესაც საბოლოო ჯამში თქვენ გახდით საქართველოს თასის მფლობელი. მოგესალმებით, პირველ რიგში პირიქით მადლობა ყურადღებისთვის, დაფასებისთვის. რაც შეეხება აი ამ ისტორიას, რომელსაც ჩვენ ზღაპრის იმ პატარა ფურცელს ვეძახით ნამდვილად, რომლის წერაც დავიწყეთ. ეს იყო მართლაც შეუდარებელი გრძნობებით აწყობილი დღეები, რომელიც გამოვიარეთ ჩვენს ყველამ და რაღაცა დამტკიცება, ესე იგი, საკუთარი თავებისთვის, რომ ესე იგი ამ ცხოვრებაში, სპორტში და ფეხბურთში კონკრეტულად თუ მოინდომებ, თუ გულს ჩადებ, სულს ჩადებ, ყველაფერის მიღწევა არის შესაძლებელი და მე ამით აი განვლილი პერიოდით ხანდახან ჩემ თავში რომ ჩავფიქრდები ხოლმე ერთ დროს მართლა წარმოუდგენელი მეგონა, რომ ესე მოკლე დროში. არ ვიცით, ეხა ადამიანები ვართ, მეც ახალგაზრდა მსმელი ვარ, ჩემი ოცნებები, ჩემი მიზნები გამაჩნია, ყველას გვაქვს ჩვენი ეს მიზნები ცხოვრებაში, მაგრამ ესე მალე თუ მოხდებოდა ჩემს საფეხბურთო სამსმელო კარიერაში ამ ხელა წარმატება, ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ნახეთ არ ველოდებოდი ამ დაახლოებით 3 თვეში მოხდა აი ამ გუნდში ჩემი დანიშნვის შემდეგ ამ წარმატების მიღწევა და მადლობა უფალს პირველ რიგში, რომ ესეთი დღეები, ესეთი ემოციები მაჩუქარა და სადაც შენ ამას ამბობ, რომ წარმოუდგენელი იყო, მართლა წარმოუდგენელი იქნებოდა თვითონ ფეხბურთელებისთვის, იმ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებიც ქვედა ლიგაში უბრალოდ თამაშობდნენ საქართველოს ჩემპიონატს მეორე ლიგაში და შესაბამისად უკვე პარალელურად საქართველოს თასს და ამ თასის გზა ეს მათთვის ალბათ იყო გვირგვინი ის რაც მოხდა ხო რეალურად რომ ეს არის ახლა უკვე თითოეულის ბიოგრაფიაში ჩაწერილი ისტორია რომ არის საქართველოს თასის მფლობელი. გეთანხმებით, პირველივე დღიდან, ჩემი თავმოწმელად დანიშნვის დღიდან ნამდვილად ეს მქონდა, ამაზე მქონდა საუბარი ბიჭებთანაც, რომ მეც როგორც თავმოწმელსაც არ მქონდა იმ ხილა გამოცდილება, არც ამ ბიჭებს არ მქონდათ ამ ხილა გამოცდილება და ზუსტად აი ამ თემებზე მართლა მქონდა საუბარი, რომ მოდი დავამტკიცოთ ის, რომ მარტო გამოცდილებაც არ არის ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უნიშნელოვანი ასპექტია გამოცდილება, მაგრამ მე მაინც მიზანდასახულობას, შრომას, დისციპლინას ამ ყველაფერს უფრო მაღალ პლანზე ვაყენებ და ეს ამ ბიჭებმაც დაამტკიცეს, რომ მართლაც დაბალი ლიგებიდან მოვდივართ ჩვენ და ამ ხილა წარმატებას მივაღწიეთ ყველამ ერთად. გეთანხმები ნამდვილად, იმიტომ რომ ეს მართლა იყო რაღაცა ახალი ისტორია. არა მარტო სპაერისთვის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის, საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერილი ახალი ფურცელი და ეს ძალიან მაგარია. ეს იყო ის მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ შენი თქმის არ იყოს შეუძლებელი არაფერია. თუ მოინდომებ, ჩადებ ყველაფერს, შედეგი აუცილებლად იქნება და აქ ერთი მომენტია.
თასის ფინალის წინ თქვენთვის თავარი გამოწვევა იყო დინამოსთან ფინალური დაპირისპირება, ხო? ამ დაპირისპირების მოგებამ და აი ამ თასმა თქვენ დაგაყენათ გაცილებით უფრო დიდი გამოწვევის წინაშე, რასაც ქვია ევროტურნირებზე თამაში. გეთანხმებით, ძალიან სწორად აღნიშნეთ თქვენ ეს ფაქტი. ამაზეც ხშირად ჩემს გონებაში მიფიქრია, რომ რაღაცა ეტაპებს გადავახტით, ანუ დაჩქარებულ რეჟიმში მოხვდით ჩვენ ამხელა ასპარეზზე, სადაც ეხა გვიწევს თან ისეთი მეტოქი ამოგვივიდა წილისყრაში, რომ ძალიან უფრო ბევრად გაართულა ეს საკითხი, მაგრამ არ ვიცი, ისე ვიძახი ხოლმე, რომ ჩვენთვის ეს ისეთი უცხო გზა იქნება, რომ გაუკვალავ ჯუნგლებში გვიწევს ფაქტიურად შესვლა და იქიდან როგორ გამოვალთ, აი ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე ვმუშაობთ. ამ ორ გუნდს შორის არის ძალიან უზარმაზარი სხვაობა, თავისი გამოცდილებით, რესურსებით, შესაძლებლობით და ასე შემდეგ და მაინც ჩვენსაც შევეცდებით, რომ პირველ რიგში ის პასუხისგებლობა უფრო მეტად გვაწუხებს და გვაწვება, რომ ჩვენ საქართველოს სახელით გვიწევს აი ამ თამაშზე გასვლა. ამიტომ ყველაფერს შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ ისე როგორც შეეფერება ჩვენ ქვეყანას. როგორ გამოგვივა ეს უკვე მეორე საკითხია, გამომდინარე იქიდან რომ ყველამ ვიცით, რომ ამ ორი გუნდის შედარება ერთმანეთთან ფაქტიურად არც შეიძლება საფეხბურთო კუთხით. მოდი ესე ვიტყოდი მე, თუ უნდათ ეწყინოთ, თუ უნდათ ნუ ეწყინებათ სხვა კლუბებს, მაგრამ არა მარტო ამ ორი გუნდის შედარება, არამედ მე არ მგონია, რომ ქართულ საფეხბურთო რეალობაში დღეს არსებობდეს საკლუბო დონეზე გუნდი, რომელიც ისურვებდა ავსტრიასთან დაპირისპირებას პირველივე შეხვედრაში. ამ შემთხვევაში იმ კლუბებსაც გულისხმობ, რომლებიც ევროტურნირებს თამაშობენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რავი, მე არ მგონია, რომ გრანდთან შეხვედრით სურდეს რომელიმე კლუბს რა რანგისაც არ უნდა იყოს და რა ტიტულებისაც ევროტურნირების დაწყება, მით უმეტეს თქვენი მეტოქე ზორ არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ავსტრიაში. ბოდიშ ვიხდი, ხა ავსტრია შეიძლება არ იქონდეს ტოპ კლასის ჩემპიონატი, მაგრამ საშუალოზე მაღალი ევროპული ჩემპიონატი აქვს და ასე რომ ძალიან მძიმეა, აბსოლუტურად გეთანხმებ, მაგრამ მე ღრმად წამსვენს სპაიერი ამ ორ რაუნდიან ორთაბრძოლაში აუცილებლად გამოვა თავაწეული და ამაყი მიუხედავად შედეგისა, რა შედეგსაც ყველა ერთად ნახავთ. მოდი გავანებოთ ამას თავი და დავიწყოთ თვითონ გუნდზე საუბარი, განწყობაზე საუბარი, მესმის რეაქცია არ იქნებოდა სასიამოვნო, როდესაც ავსტრია ამოგვივიდა, მაგრამ ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და ბიჭებიც უნდა შევეგუონ პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, პირველ რიგში რაც შემიძლია ამ საკითხთან თქვა, ის რომ როცა ერთად უყურებდით ამ წილის კენჭისყრას და იყო განთესილი 5 გუნდი ჩვენს ჯგუფში, იყო ერევნის არარატი, იყო მაკაბი ისრაელის და რამოდენიმე გუნდი, ასე რომ ვთქვათ, ბოსნიის გუნდი და იყო ვენის ავსტრია. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ამ გუნდთან მაინც არ გსურდა დაჯახება, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა რო ჩაიარა, მეორე დღეს აი მართლა ჩემს გონებაში წამოვიდა ესეთი ფიქრები, რომ თუ წაგება, თუ ვაშკაცური თამაშია და თუ გამოცდილების მიღება, ჯობდა ესეთ გუნდთან მიგვიღო ეს გამოცდილება, ვიდრე პირობითად ვიძახი, ინდაც ერევნის არარატი არავის მას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ძალიან დიდი სხვაობა ამ კლუბებთან შედარებით და მე იმით თუ არ პირველ რიგში ბედნიერი, რომ ჩვენ აი ამ ზუსტად აი ამ ნაშრომით, აი ამ თასის მოპოვებით, მე და ჩემმა ბიჭებმა და ჩემმა კლუბმა მოგვიწევს ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ყველას ძალიან წაგვედგება ჩვენ საქმეში. დიდი იმედი მაქვს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. შენ ყველაზე კარგად იცნობ შენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიას. მე მაინტერესებს პირველი ვარჯიში, მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ვენის ავსტრიას ვეთამაშებით, შენ თვითონ შეამჩნევდი გასახდელში განწყობას, მინდორზე განწყობას, როგორი იყო მათი განწყობა? განწყობას რაც შეეხება მე გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ვენის ავსტრიის ამოსვლამდეც განწყობა ამ გუნდში ნამდვილად იდეალური იყო.
რომ არა ეს განწყობა, ზუსტად ეს განწყობა, ხასიათი, კონცენტრაცია, ის ენერგია, ის პოზიტიური ენერგიები, რაც გვაქვს ჩვენს ვარჯიშებზე თუ გასახდელში, ზუსტად ამ ყველაფერმა ამ შედეგმა მოიტანა ეს თასიც. ნახდათ არ უჩივი ამ სიტუაციას ჩემ გუნდში და რა თქმა უნდა, ეხა ამ ხელა უფრო მეტად პასუხისგებლობით, უფრო მეტად ვეკიდებით ამ საკითხს, რომ კონკრეტულად უკვე გადართული ვართ, ასე რომ ვთქვათ, იმ თამაშის სტრატეგიულ ნაწილში, რომელი კუთხით უფრო მეტად აქცენტები გავაკეთოთ, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ეს დასვით ფაზაზე და გადასვლით კონტრშეტევების ფაზებზე უფრო მეტად აქცენტებს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ალბათ ძირითადი საშუალება, რომ აი ამ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშოთ და რაღაცა სტრატეგიულ ნაწილშიც ვცდილობ, რომ კონკრეტულ რაღაცეებზე აქცენტების გაკეთება დავიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ჩვენ მაგალითად ჩვენ ჩემპიონატში ეროვნულ ლიგა 2-ში მე ყველა თამაშზე სხვა პირველ ნომრად უმეტეს თამაშებს პირველ ნომრად თამაში მიწევს. ეხლა ეს თამაში რადიკალურად განსხვავებული იქნება გამომდინარე აქედან, ვცდილობ, რომ აი მოკლე დროში ცოტა სტრატეგიული ნაწილიც მზად ვიყოთ ერთი სიტყვით, რას გველოდება ავსტრიის წინააღმდეგ, რომ მეორე ნომრად მოგვიწევს ამ გუნდთან თამაში და ამისთვის უფრო მეტად ვემზადებით სიმართლე გითხრა. განწყობა მანამდეც idеალური იყო და რა თქმა უნდა, ეხა უფრო კარგი გვაქვს. ჯერ კიდევ საკმარისი დრო არის იქამდე და ხო იცი როგორ არის. დღევანდელ ფეხბურთში ვინც დარბის ის იგებს. ამიტომ აუცილებლად უნდა კითხო ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით. ჯერ შეიძლება არ იყოს პრინციპში პიკში ვერც იქნება, ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ შესვენება დამთავრდა წრე და ეხლა რეალურად უნდა დაიწყოთ კიდევ უფრო მასშტაბური მზადება ავსტრიის თამაშის. დღევანდელი ვითარება გუნდში არსებული როგორია აი ამ ფიზიკური კონდიციების კუთხით და თვლით თუ არა რომ კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო იმისათვის რომ კიდევ უფრო იდეალურთან მიახლოებული იყოს ავსტრიის თამაშების წინ. ფიტნეს კუთხით რაც შეეხება მე ჩემპიონატშიც მინდა ვთქვა რომ ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ჩვენი ეს ფიტნეს მომზადება, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ფიტნესი. გამომდინარე აქედან მე გადავწყვიტე ესე რომ პაუზა რაც ქონდა შესვენება ქონდა აზრები რომ ორი კვირა დაგვესვენა ასე შემდეგ რაღაცა, მაგრამ იმდენად კარგ კონდიციაში იყო გუნდი სანამ შესვენებაზე გავიდოდით, მე გადავწყვიტე რომ მაქსიმალურად ჩამოგვეწია ეს დასვენების დღეები, რომ ანუ არ ამოვარდნილიყავით ასე რომ ვთქვათ ამ ფორმიდან და დაახლოებით 9-10 დღე მოგვიწია დასვენება და ისევ გადმოვერთეთ უკვე აი ამ სამუშაოებზე და მე მინდა ვთქვა რომ უკეთეს კონდიციაში არიან. ეხლა გორის დილასთან ქონდა ამხანაგური თამაში გუშინ წინ და გორის დილა რომელსაც წარმატებებს უსურვებ ასევე ტურნირებზე ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი არის ეროვნული ლიგის აი ამ მოძრაობის კუთხით ვიძახი მოედანზე სისწრაფეებით და ასე შემდეგ. და ამ გუნდთან ჩვენ გუშინ წინ ქონდა ამხანაგური თამაში, სადაც ტოლი არ დაუდეთ, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად ვეთამაშეთ ინტენსიურობის კუთხით, გამძლეობის კუთხით, სისწრაფეების კუთხით, ორთაბრძოლების ხარისხის კუთხით ძალიან კმაყოფილები დავრჩით ყველა. რაც შეეხება ჩვენი ფიტნეს კუთხით, ყავს ძალიან კარგი სპეციალისტი გიორგი პაპუაშვილი, რომელიც რომის ამ კლუბში მოყვანის დღიდან ამ გუნდს დაეთყო მისი ხელი ნამდვილად და გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ფიტნეს მომზადებით. კი, ეს კარგია, მაგრამ შეიძლება დავამატო ბოდის გიხდით გაწყვეტ ჩვენ როცა ვაკეთებთ ახლა ანალიზს, მოწინააღმდეგის ანალიზს, უნდა ითქვას ისიც რომ მოწინააღმდეგის შემადგენლობაში, ასე რომ ვთქვათ, რაც თამაში უფრო სწორედ, რაც უფრო თვალსაჩინო არის, ეს არის რომ ფიზიკური კუთხით ალბათ მაგიტომაც დამისვით ეს შეკითხვა თქვენ. ყველაზე მეტად ფიზიკური კუთხით გამოირჩევა ვენის ავსტრია, მინდა ვთქვა, გამომდინარე იქიდან რომ მარტო ძირითადი მოთამაშეებიდან 4-5 კაცი 1.90-ია, გამძლეობით, სისწრაფეებით, ერთ სიტყვით ძალიან ძლავრი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რაც დიდი სირთულე იქნება, მაგრამ შევეცდებით ყველანაირად რომ კარგ კონდიციაში მივიდეთ თამაშამდე. კი ბატონო, შენ რეალურად თავად გაუსვი ხაზი ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის მათი სიმაღლე, ეს ნიშნავს რომ
სპაიერს განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მოუწევს სტანდარტულ მდგომარეობაზე. ესეც ბმაშია იმასთან, რომ ბიჭებმა არ უნდა აიკიდონ საფეხბურთო ტერმინოლოგიით რო ვისაუბროთ საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმები ისეთი, რომელიც ასაღები არ არის, ამიტომ კუთხურებიდან და აი მსგავსი სტანდარტულებიდან გაცილებით დიდი კონცენტრაცია დაგჭირდება. გეთანხმებით. ზოგადად თანამედროვე ფეხბურთშიც ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვა და არა მარტო ჩემი შეხედულებიდან, ამას სტატისტიკაც მეტყველებს. უფრო მეტი საგოლე სიტუაცია თანამედროვე ფეხბურთში, ესე იგი, იქნება არა მარტო პოზიციური შეტევებიდან, არამედ კონტრშეტევებიდან, ან გადასვლებიდან და სტანდარტული სიტუაციებიდან. და ეს გუნდიც ახლა ჩვენი ანალიზის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი გუნდია კონტრშეტევებზე და სტანდარტულ სიტუაციებზე. იმდენად რო ვთქვათ, პოზიციური შეტევებში იყოს პირობითად ვენის ავსტრიის პლუსი, ეს არ გახლავთ, უფრო მეტად აი ამ გადასვლებში, სტანდარტულ სიტუაციებში არიან ეს გუნდი ძალიან ძლიერი და სწორად აღნიშნეთ, ჯერ სიმართლე გითხრათ, ესე ამ თამაშისთვის ჯერ კონკრეტულად ესე მზადება არ დაგვიწყია, რადგან წინ სუპერთასის თამაშები გვაქვს, მაგრამ აი ესე აქცენტებს ყოველ შემთხვევაში წინასწარ ვაკეთებ რა გველის, როგორ გველის და ასე შემდეგ, იმ თამაშისთვისაც გამოვიყენოთ ეს წინა თამაშები, რომ სწორად კონდეს დაგეგმილი ყველაფერი სათამაშო სიტუაციებში. შემადგენლობასთან დაკავშირებით მინდა კითხო, ხდება თუ არა სპაიერი აი ამ მოახლოებულ თამაშებს განახლებული შემადგენლობით გაქვთ თუ არა რამე სიახლე ამ კუთხით, იმიტომ რომ ამასაც თავისთავად ცხადია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოდგენლობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ეს კითხვა არის ძალიან აქტუალური ჩემი მიმართულებით და სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემი ინიციატივით მე გადავწყვიტე, რომ კი იყო რაღაცა დამოკიდებული კენჭისყრაზეც, რომ როგორ გუნდთან მოგვიწევდა შეხვედრა და ასე შემდეგ. მაგაზეც იყო რაღაცები დამოკიდებული, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი ინიციატივით მე მინდა რომ იმ ბიჭებმა, იმ მაგარმა ბიჭებმა, ვინც აი ამ თასის, ეს თასი არ არის მარტო რაღაცა სიმბოლო არის ეს ჩვენი ნამუშევრის, იმ ჩვენი ბრძოლების, იმ ჩვენი წარმატების სიმბოლიკაა ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებით მოხდა. და მე პირადად, აი გულწრფელად შემილია ყველას უთხრა, რომ ვერ დავიძინებ მე, რომ აი ამ ბიჭების ნაშრომი, ამ ბიჭების აი ეს ნაბრძოლი კი მესმის გუნდში ხდება, ვიღაცები მიდიან, ვიღაცები მოდიან, ძლიერდებიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს გუნდი ჯერ ამ ეტაპზე ამის ეს განაბიჯები არის გადასადგმელი, რომ ამ ბიჭებთან ერთად, ვინც აი ამ არც ხო ეს არ ჯეროდა არავის ჩვენი, ამ ბიჭების არავის არ ჯეროდა, ხო? კი, მაგრამ შეძლეს. ამიტომ მე მინდა, რომ ამ ბიჭებთან ერთად ისევ მივცე ამ ბიჭებს შანსი, ამ ბიჭებთან ერთად გავიდე მეც ყველა ერთად აი ამ გამოწვევის წინაშე და მინდა რომ ამ ბიჭებს დაუფასო ერთი სიტყვით ის ნაშრომი, რაც აქამდე გააკეთეს და ამაზეც მიფიქრე ახლა სიღრმეებში თუ შევალთ, ნუ 3-4 თამაშია დარჩენილი ხო იმ თამაშამდე, ხა ახალი ფეხბურთელის მოყვანით რამდენად შეგვწევს იმის ძალა პირობითად ან ისეთი ფეხბურთელი ჩამოვიყვანოთ ჩვენ რომ რაღაცა შეცვალოს ჩვენ გუნდში. მე აქ არის კიდე კითხვის ნიშანი, რომ შეიძლება მოიყვანოს ფეხბურთელი, მაგრამ ან გაამართლოს აქ რთულია გაკეთება იმის, რა ქვია, აზრის გამოტანა. ამიტომ აქედან გამომდინარე ამ ბიჭებმა ჩემპიონატშიც აჩვენეს ისეთი შედეგი, ხა 10 ქულით ფაქტიურად წინ ვართ მეტოქეებზე, ანუ ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურებიან. საქართველოს თასის ჩემპიონები გაახდნენ. რა უნდა გააკეთონ ხა სხვა ამ ბიჭებმა, რომ ის შანსი არ მივცეთ, რომ ხა ამ თამაშებზე თვითონ მიიღონ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე მეც არ ვიცი, მეც ხომ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ, მეც ეხა ვიღებ ამ რაღაცეებში გამოცდილებას, მაგრამ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე მე ესე ჩავთვალე სწორად, რომ ამ ბიჭების მონაპოვარი, ამ ბიჭების ნაშრომი მინდა რომ ბოლომდე, სადაც გავალთ, იქამდე გავაკეთოთ იმ დიდ ასპარეზზეც. ხო, ძალიან მაგარია ეს და მართლა დასაფასებელია შენი მხრიდან, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ და ალბათ ასეც იქნებოდა, ბევრი შენადგილას ამ შანსს მაქსიმალურად შეეცდებოდა, რომ გამოეყენებინა რაც შეიძლება მაღალი წარმატებისთვის და ამისთვის გააკეთებდა. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა,
იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ მოგეცეს ადამიანს ამის თანაშანსი და ძალიან მაგარია შენი მიდგომა და ალბათ ყველაზე დიდი მოდი ასე ვთქვათ, ჯილდო, დაფასება და პრემია ამ ბიჭებისთვის ის არის, რომ აი ეს მთელი გუნდი, რომელმაც ეს თასი მოიპოვა, ძალიან მძიმე ბრძოლებში, ყველანი ერთად ჩახვიდეთ ავსტრიაში, მერე დახვდეთ ვენის ავსტრიას აქ და სათანადოდ წარმოაჩინოთ ამ აყატრაც თავარია თქვენი თავი. ეხლა მინდა კითხო ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე, წმინდა საფეხბურთო კუთხით შეიცვალა თუ არა თასის მოგების შემდეგ და ევროტურნირებზე გასვლის შემდეგ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება. არც იქამდე აკლევდნენ, ზუსტად ვიცი რომ ძალიან ნორმალური პირობები ჰქონდათ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან როგორ არის მათი მიდგომა? ალბათ მათთვისაც წარმოუდგენელი იყო ჯერ თასის მოგება და მერე ევროტურნირებზე ვენის ავსტრიასთან მოახლოებული თამაში. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ჩვენ ასე რომ ვთქვათ, მართლა ერთ გუნდად, ერთ ოჯახად მუშაობთ, ხელმძღვანელობაც, სტაფიც, ფეხბურთელებიც, მართლა კარგი სინთეზი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, საქმის მიმართ და მე მადლიერი ვარ. პირველ რიგში მადლიერი ვარ იმითი, რომ მათ მომცეს მე იმის საშუალება, რომ ამ გუნდის მთავარი მცველი გამხდარიყავი, მათი საშუალებით მოვახერხე მე ის, რომ 34 წლის ასაკში ამ ხელა წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ისე არ მინდა გაიგოთ და გაიგოს ხალხმა, რომ ეს წარმატების მიღწევა ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ მე ეს ჩემთვის დამთავრებული ამბავია, ეს წარმატებას მივაღწიე, მაგრამ მე უფრო მეტის გაკეთების წყურვილი მაქვს. ანუ არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები არ ვართ ისეთი ადამიანები. ამით არ დავდება შენი კარიერა, რაღაცა მოვიგე და ამით რაღაცა თვითკმაყოფილებაში ჩავარდეთ, ესეთი რაღაცა პირადად მე არ მახასიათებს, ამიტომ ეს წარსულია, რომელიც არის ტკბილი წარსული და ამას მინდა რომ დავაშენოთ უკვე ჩვენი ტკბილი მომავალი. რა თქმა უნდა. ხელმძღვანელობის ჩართულობაც და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კლუბი ნამდვილად გამოირჩევა ერთ-ერთი სტაბილურობით ჩვენს ნებისმიერ ლიგაში, რადგან მე რაც ამ კლუბში 2019 წლიდან მუშაობ ამ კლუბში ასისტენტად, ანალიტიკოსად, მე მთავარმცველად, მე არ მახსენდება, რომ ამ ადამიანებს რამე დაპირება მიეცეთ და ეს დაპირება არ შესრულებული იყოს, მე ჯერ არ მახსენდება ესეთი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანების ის შრომა, რასაც დებენ ამ კლუბში, აი ამ თასის აღებითაც დაუფასდათ რა და ვფიქრობ, რომ ბედნიერები არიან. ეხლაც ვენის ავსტრიის სტადიონზე რომ ყველა ერთად გავალთ, მივხვდებით უფრო კარგად თუ რა გავაკეთეთ და რა აი ამ ჩვენმა მიდგომებმა რამხელა გამოცდილება მოგვიტანა და სიხარული მოგვიტანა რა. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. მე ერთი რამ მინდა უბრალოდ თქვა აქვე და რა ვიცი, ბიჭების თუ გვიყურებენ, ბიჭების გასაგონათაც თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ტიტულებით გაცილებით წინ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით უკეთეს პირობებში არიან, ჩვენზე გაცილებით მაგარ ჩემპიონატს თამაშობენ, ჩვენზე გაცილებით მაგარ საფეხბურთო მოედნებზე და მინდვრებზე არიან და ეს ჩვენზე მაგარი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ არის ერთი რამ. და ბიჭებმა მინდა იცოდნენ, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც ტკივათ, მათაც უხარიათ ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს და რახან თქვენ შეძელით ამ თასის მოგება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როგორც დავიწყეთ ჩვენი საუბარი, რომ თუ კი დაისახავ მიზანს და გაიღებ ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ უბრალოდ გადით და უბრალოდ ითამაშეთ თქვენი სიამოვნებისთვის და ქართველი გულშემატკივრის სიამოვნებისთვის და ბოლოსკენ მინდა კითხო აუცილებლად სუპერთასი გაქვთ სათამაშო, ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი, მოდი დავარქვათ გენერალური რეპეტიცია ევროტურნირების წინ. მე მაინტერესებს წმინდა საფეხბურთო კუთხით, ეს სუპერთასი. აქცენტი რაზე გაკეთდება? გაკეთდება შედეგზე თუ გაკეთდება იმაზე, როგორ მიხვიდეთ ვენის ავსტრიასთან თამაშებს? ნუ ნაწილობრივ შეიძლება ითქვას ორივე კუთხით გაკეთდება აქცენტი, ამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის, ჩვენი პატარა კლუბისთვის კიდევ ერთი თასის შემატება იქნება ძალიან დიდი ბედნიერება, ამიტომ მე სულ აქცენტს ვაკეთებ ჩემ ბიჭებთან, რომ ეს რახან ეხა ამხელა რეზონანსი აქვს ამ ვენის თამაშის მთელი ყურადღება ყველას გადატანილი აქვს. იქით არ მინდა რომ ეს თამაშები რაღაც ისე ჩაიაროს. სწორად აღნიშნეთ თქვენ რომ ეს არის პირველ რიგში ნამდვილად გენერალური რეპეტიცია, მაგრამ ამ გენერალურ რეპეტიციასთან ერთად ეს მინდა იყოს ისევ ისტორიის
აი იმ ფურცელის გაგრძელება ამ აუცილებლად. რეპეტიციასთან ერთად და იმედი მაქვს ესეც იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვო. ნამდვილად ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ხარ და წარმატება შენ, წარმატება ბიჭებს და მე ეჭვი არ მეპარება, რომ სპაერი მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოაჩინოს თავი. წარმატებას გისურვებ, რასაკვირველია და წარმატებას უსურვებ ყველა ქართულ კლუბს, რომელიც გამოვა ევროტურნირებზე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კლუბის გერბის და კლუბის პრესტიჟის თემა, ეს არის მთლიანად ქართული ფეხბურთის და უმთავრესი რაც არის ჩვენი თითოეული ჩვენგანის ამოსავალი წერტილი ქვეყნის პრესტიჟია და შესაბამისად მინდა რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ თავი ევროსარბიელზე. ანზორ კიღურაძე, სპაერის მთავარი მწვრთნელი გუნდის, რომელმაც მართლაც ბევრი გააკვირვა თავისი ბრძოლის უნარიანობით, თავისი შემართებით, პროფესიონალიზმით და ერთი იცოდეს ყველა მეტოქე, ვისაც ჯერ სპაერთან ნათამაშები არ აქვს. აი აქ ამ მოედანზე მე არ მეგულება ქართულ რეალობაში, ხო ეგრეა დამეთანხმე, იმიტომ რომ მე პირადად ვარ ამ სტადიონზე, როდესაც ქუთაისის ტორპედოში მუშაობდი, ორი თამაში გვაქვს. თასის თამაში ორივეში მაგრა გავწვალდით, ორივე თამაში ძალიან მაგრა გავწვალდით და ყველა ქართული კლუბი თუ კი აქ იმარჯვებს ძალიან მძიმე ბრძოლაში. პატარა ინფილდ როუდია თუ კი, ძალიან მძიმე ბრძოლაში იმარჯვებს და მოკეთ. მადლობა ანზორს, წარმატება სპაერს, წარმატება თითოეულ ქართულ კლუბს, რომელიც ევროტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას და მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორები არიან კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი. მადლობა მათ, რომ არიან ჩვენს გვერდში და გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიმუშაოთ, განვახორციელოთ ასეთი სახის ინტერვიუები, ვემსახუროთ ქართულ სპორტს და შესაბამისად გარკვეულწილად შემოვიტანოთ სიახლეებით, იმ ექსკლუზიური ვიდეოებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ არხებზე, ასე რომ არ დაიზაროთ, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით YouTube-ზე დვალიშვილთან ბევრ საინტერესო ინტერვიუს და ვიდეოს ნახავთ. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.